შეკითხვა იყო ელექტრომაგნიტურ კონდუქტორის დაერთებასთან დაკავშირებით, თუმცა სანამ დაერთებაზე ვისაუბროთ, მის ფუნქცია დანიშნულებაზე ვისაუბროთ. რისთვის გამოიყენება? ელექტროინდუსტრიაში მაგნიტური კონდუქტორი გამოიყენება მაღალი სიმძლავრეების სამართავად, როგორიცაა ძრავები, ავტომატიზირებული სისტემები, განათებები და ასე შემდეგ. მარტივი მაგალითზე რო ვთქვათ, ლიფტი ვერ იმუშავებდა, რომ არა ელექტრომაგნიტური გამშვები. ეს არის მარტივი მაგალითი. ის არის ცვლად დენზე მომუშავეც და არის მუდმივ დენზეც მომუშავე. არის 220 ვოლტზეც, 24 ვოლტზეც და 48 ვოლტზეც. მას აქვს მთავარი კონტაქტები L1, L2, L3 და ნეიტრალი, ხოლო აქ ასევე დამხმარე კონტაქტები, რისი საშუალებითაც ხდება მისი გაშვება, ეს არის A1, A2. A1-ში ერთდება ფაზური დენი, A2-ში ერთდება ნეიტრალური დენი, რა დროსაც ის მიიკრავს კოჭას და კოჭის მიკრის შემთხვევაში უკვე მთავარი კონტაქტებზე დაერთებული დენი გამოვა და წავა იმ ელექტრომოწყობილობაზე, რაც ჩვენ უნდა ვამუშავოთ. ელექტრომაგნიტური კონდუქტორები გათვლილია ათასობით და 10,000-ობით ჩართვა გამორთვაზე და ზუსტად ამით არის ის გამორჩეული ყველა სხვა ელექტრომოწყობილობებისგან ექსპლუატაციის მაქსიმალური შესაძლებლობებით. რაც შეეხება დაერთებას, აქ მაქვს ფაზა 0-ზე აწყობილი, ანუ ფაზურ და ნეიტრალურ დენზე აწყობილი და განვიხილოთ როგორ ხდება ეს დაერთება. ეს არის დიფერენციალური ამომრთველი, დიფერენციალურ ამომრთველში შემოვიდა ფაზური და ნეიტრალური დენი, ფაზური და ნეიტრალური დენი გამოდის დიფერენციალიდან და რა ხდება? ნეიტრალური დენი წამოვიდა და დაერთდა მთავარ კონტაქტზე, ხოლო ასევე მთავარი კონტაქტიდან, ასე ვთქვათ, ვისესხეთ, ასე ვთქვათ და დავაერთეთ დამხმარე A2 კონტაქტზე. რადგან ნათურის პრინციპით არის აქ ნეიტრალური დენი ყოველთვის მიდის პირდაპირ ნეიტრალურ დენს მართვა არ ჭირდება, მართვა ჭირდება ფაზურ დენს. ფაზური დენი კი ეს წითელი წამოვიყვანეთ და აი აქ ჩამრთველზე, ჩვეულებრივ გადამრთველზე დავაერთეთ, რომ მოხდეს მისი მართვა. ჩამრთველიდან წამოვიდა და დაერთდა A1 კონტაქტზე. აი აქ დააგვირდით A1. A1 და A2 არის კონდუქტორის ჩართვა. როდესაც ჩვენ ჩამრთველს დავაჭერთ, ეხლა ვცადოთ მაგალითად, ჩამრთველს დავაჭერთ, უკვე მუშაობს